მოგესალმებით და მე კვლავ გიბრუნდებით საფეხბურთო სიახლეებით. ვიდეოს დაწყებამდე თხოვნაა მოიწონოთ ის. მარტივი მოქმედებაა, აჭერ ლაიქის ღილაკს და აგრძელებს საინტერესო სიახლეების მოსმენას. მადლობა დაფასებისთვის. ინგლისის პრემიერ ლიგის მე-9 ტურში ბრენტფორდმა შინ ლივერპულს 3-2 მოუგო. ანგარიში მე-5 წუთზე დანგო უატარამ გახსნა. 45 წუთზე კევინ შადემ ანგარიში 2-მდე გაზარდა. პირველი ტაიმის დამატებულ მე-5 წუთზე კერკეზმა 1 ბურთი გაქვითა. დაიწყო მეორე ტაიმიც. მე-60 წუთზე ტიაგო ილორიმ პენალტი გაიტანა. 99 წუთზე მოსალახმა შესანიშნავად იმოქმედა. ბურთი მიიღო და 1 შეხებით შეაგდო. ლივერპული პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-4-ად დამარცხდა. მერსესაიდელების კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა, რომელმაც რამოდენიმე ძალიან რთული დარტყმა მოიგერია. ასევე უნდა ითქვას, რომ გაშვებულ გოლებში მას დიდად ვერ დავადანაშაულებთ. პირველი გოლისას ახლო მანძილიდან ძლიერად დაარტყეს. მეორე გოლისას მასთან პირისპირ გავიდნენ. მესამე გოლი კი პენალტიდან გაიტანეს. გამოსარჩევია მიკელ დამსგორის დარტყმა პირველ ტაიმში, როცა ქართველმა კიპერმა დანიელის დარტყმა მოიგერია და ემოციურად გამოხატა. მამარდაშვილმა მეორე ტაიმშიც კარგი რეაქცია გამოავლინა, როცა ისევ დამსგორმა დაარტყა. ლივერპულს დაცვაში პრობლემები აქვს, რაც ამ მატჩიც კარგად გამოჩნდა. სლოტის გუნდმა პრემიერ ლიგის 9 მატჩით 16 გოლი გაიტანა და 14 გაუშვა. პრემიერ ლიგის საუკეთესო ათეულის გუნდებს შორის 14 გაშვებული გოლი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. შედარებისთვის ლიდერმა არსენალმა 8 მატჩში მხოლოდ 3 გოლი გაუშვა, რაც ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია. ლივერპული პრემიერ ლიგის 9 მატჩიდან 4-ში დამარცხდა, 5 მატჩი მოიგო. ამ მომენტისთვის 15 ქულით მე-6 ადგილზეა. მომდევნო ტურში 1 ნოემბერს ასტონ ვილას მიიღებს. ლიდერ არსენალთან სხვაობა 4 ქულას შეადგენს, თუმცა მეტოქეებს ჯერ მიმდინარე ტურში არ უთამაშიათ. ალისონის ტრავმის შემდეგ მამარდაშვილმა პრემიერ ლიგის ბოლო 3 ტურში 90 წუთი ითამაშა. სამწუხაროდ კარი მშრალად ვერ შეინახა ვერცერთ შეხვედრაში. სამივე შეხვედრაში საერთო ჯამში 7 გოლი გაუშვა. საუდის პროლიგის მორიგ ტურში ალ-ნასრი ალ-ჰაზემს ესტუმრა და 2-0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში რონალდუმ მორიგი გოლი გაიტანა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კარიერაში 950 ოფიციალური გოლი გაიტანა და 1000 გოლიან ნიშნულამდე 50 გოლი აკლია. ალ-ნასრის მხრიდან პირველი გოლი ჟოაო ფელიქსმა გაიტანა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლეგენდარული პორტუგალიელისთვის ეს ყველა ტურნირზე ერთად მერვე ჩატარებულ შეხვედრაში მე-7 გოლი იყო. რაც შეეხება ალ-ნასრის, არაბული კლუბი ევროპულ ჩემპიონატს 6-დან 6 მოგებით და 18 ქულით ლიდერობს. შემდეგ ტურში ალ-ნასრი ალ-ფაიას დაუპირისპირდება. ლიგა 1-ის მე-9 ტურში ბრესტი შინ პსჟ-სთან 0-3 დამარცხდა. პირველ ტაიმში აშრაფ ჰაკიმიმ დუბლი შეასრულა. 29 წუთზე ვიტინიას გადაცემის შემდეგ ანგარიში გაიხსნა. 39 წუთზე ხვიჩა კვარაცხელია მიაქტიურა. მეტოქის მცველი ოსტატურად ჩამოიშორა და ქართველის პას მაროკოელის დუბლი მოყვა. მეორე ტაიმში ხვიჩამ ახლო მანძილიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ მეკარემ მოიგერია. ხვიჩას დღევანდელი თამაშიდან საგოლე პასთან ერთად ეს მომენტიცაა გამოსარჩევი. ლუის ენრიკემ კვარა სასტარტოში ათამაშა, 70 წუთზე კი დუემ შეცვალა. 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 8 მატჩში პირველი საგოლე მოქმედება ჩაიწერა აქტივში. ხვიჩამ 8 მატჩიდან მხოლოდ 2 შეხვედრაში ითამაშა 45 წუთზე მეტი, რაც როტაციითა და ტრავმით აიხსნება. ლიგა 1-ისგან განსხვავებით კვარა ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან პროდუქტიულია. 2 მატჩში მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე პასია. მატჩის დასრულების შემდეგ პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თავისი ფეხბურთელების შეაქო და მჭიდრო კალენდარზე ისაუბრა. მაყოფილი ვარ, ვინაიდან ვიცოდით, რომ ბრესტთან გასვლაზე თამაში ყოველთვის რთულია. ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ დამსახურებულად მოვიგეთ და ვაჩვენეთ რა შეგვიძლია. ბრესტი გრძელი პასებით ლუდოვიკ აჟორკის მოძებნას ცდილობდა. მისი აყვანა ძალიან რთულია, თუმცა ამ ამოცანას კარგად გავართვით თავი. ყოველ მესამე დღეს ვთამაშობთ და უკვე ლორიანთან მატჩზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენი მიზანი ყველა მატჩის მოგებაა. ტრავმირებული ფეხბურთელები გვიბრონდებიან და ეს კარგი სიახლეა. ლა ლიგის მორიგ ტურში გულშემატკივრების სეზონის პირველ ელ კლასიკოს იხილავენ. მატჩის წინ სამეფო კლუბმა განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც სიახლეებს ხედავთ. როგორც გაირკვა მადრიდულ გრანდს 4 ტრავმირებული ფეხბურთელი დაუბრუნდა. საუბარი დანი კარვახალზე, ტრენტ ალექსანდერ არნოლდზე, 딘 ჰუისენზე და დანი სებალიოზზეა. ბოლო მატჩებში ვერც ერთი მათგანი ვერ ეხმარებოდა ბლანკოს. თავის მხრივ მსგავსი პრობლემები აქვს ბარსელონას. ჰანსი ფლიკის განკარგულებაში ჟუან გარსია, გავი ლევანდოვსკი, ოლმო, რაფინია და ტერშტეგენი არ არიან. გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ რაფინია დაბრუნებას მოასწრებდა, მაგრამ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ფლიკის ასისტენტმა განაცხადა, რომ ბრაზილიელი ვერ ითამაშებს.
ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ფერან ტორესის თამაშიც. შეგახსენებთ, რომ რეალისა და ბარსელონას დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 7 საათიდან დაიწყება. აქვე გეტყვით, რომ ამ მომენტისთვის ლა ლიგას ბლანკოსი ლიდერობს და უახლოეს მდევარ ბარსელონას 2 ქულით უსწრებს. დაწერეთ კომენტარებში, რომელ გუნდს გულშემატკივრობთ თქვენ და რა ანგარიშით დამთავრდება დღევანდელი ელ კლასიკო. საინტერესოა, რამდენი თქვენგანი მოახერხებს ანგარიშის გამოცნობას. ჩემი პირადი აზრით მადრიდის რეალი გაიმარჯვებს ანგარიშით 2-1. ლა ლიგის მორიგ ტურში ვილიარეალი ვალენსიას ესტუმრა და 2-0 დაამარცხა. როგორც ყოველთვის გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. ქართველმა ფეხბურთელმა მინდორზე 79 წუთი დაყო და საკმაოდ ნაყოფიერი მატჩიც ჰქონდა. პირველ ნახევარში ჟორჟი აქტიურობდა, თუმცა 100%-იანი მომენტი არ ჰქონდა. მეორე ნახევარში გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა მეკარე მაჯობა. აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე გოლის ეპიზოდში ჟორჟმა მონაწილეობა მიიღო და გუნდის გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ დღემდე ყველა ტურნირზე ერთად ვილიარეალის მაისური 9 ჯერ მოირგო, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. რაც შეეხება მარსელინოს გუნდს, 10 ტურის შემდეგ 20 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში ყვითელი წყალქვეშა ნავი რაიო ვალეკანოს უმასპინძლებს და ვფიქრობ, რომ მანდაც შეძლებენ გამარჯვებას, ხოლო გიორგი მიქაუტაძესგან ველოდები ლამაზ გოლს ან გოლებს. მე მგონი შესანიშნავი შედეგია, როდესაც ლა ლიგაში შენი გუნდი მესამე ადგილზეა მადრიდის რეალის და ბარსელონას შემდეგ, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ გიორგი და ვილიარეალი მოახერხებენ, გაძლიერდნენ და დაიკავონ ლა ლიგაში პირველი ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის რეალს გულშემატკივრობ, გიორგი მიქაუტაძის ასეთი წარმატება ჩემთვის ბევრად უფრო სასიხარულო იქნება. დღევანდელი ვიდეო კი დასასრულს მივახლოვდა. დიდი იმედი მაქვს, რომ არხი გამოწერილი გაქვს. ასეთ შემთხვევაში შემიძლია დაგემშვიდობოთ. მომავალ შეხვედრამდე და აბა წარმატებები.